დრო, ემოცია, ენერგია, განუსაზღვრელი დროით, 2 წელი. ამაზე ვიყავით გადადებული. აი ეს არის ყველაზე დიდი დანახარჯი, ალბათ შეუვსებელი დანახარჯი. ყველაზე რთული იყო ეს წელიწადნახევრიანი ბრძოლა, როდესაც არაადეკვატურ ხალხთან გვიწევდა იმის დამტკიცება, რომ ჩვენ სიცოცხლეს რეალურად ექნებოდა საფრთხე და ყოველ ღამე იმის შიშით დაძინება, რომ შეიძლება ერთ დღესაც კორპუსი ჩამოინგრეს და ამდენი ადამიანის სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე. ამ ტერიტორიაზე იყო ძალიან ბევრი მცენარე, მართლა ასწლოვანი ხეები ხარობდა და რაღაც მწვანე საფარი იყო და თითქოს რაღაც ჟანგბადის წყარო იყო. იმ ქალაქშიც მართლა ერთი ხე აღარ დატოვეს და თითქოს რაღაც იმედის მომცემი ტერიტორია იყო და ყველას ძალიან უყვარდა ეს ადგილი. თუ შენ სახლთან ახალი კორპუსი აშენდა, მაშინ ეს ამბავიც დაგაინტერესებს, რადგან ასეთი ამბავი ნებისმიერ შეიძლება დაგვემართოს, ვინც თბილისში, ბათუმში ან რომელიმე დიდ ქალაქში ვცხოვრობთ, სადაც მშენებლობების ბუმია. ოთხი თვის წინ ყაზბეგის გამზირზე მცხოვრები ადამიანები დამიკავშირდნენ. ისინი მესამე წელია მათ მეზობლად მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ. მათი ემოციები მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ამ ამბავზე მუშაობა ამის გამო არ დამიწყია. აქ იყო ერთი დოკუმენტი, ერთი ჭანჭიკი, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. ეს დოკუმენტი გავლენას ახდენს ახალი მშენებლობების უსაფრთხოებაზე. ახალი შენობები კი თბილისში რომაა ისე უნდა. ვთვლით, რომ ეს ამბავი ყველას გვეხება, ამიტომაც გიყვებით. თუ ამ ვიდეოს გააზიარებთ, მოიწონებთ და კომენტარს დაგვიწერთ, დაგვეხმარებით, რომ ეს გამოძიება მეტ ადამიანთან მივიდეს. ახალი 10 სართულიანი კორპუსი ყაზბეგის გამზირზე შენდება. ახალი მშენებლობების დოკუმენტები თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ამ საინჟინრო, გეოლოგიური თუ არქიტექტურული დოკუმენტების სწორად წაკითხვა დიდ დროს და ყურადღებას მოითხოვს. მე ჟურნალისტი ვარ და ამ ტერმინების თარგმნას, ტექნიკური დეტალების სწავლას დრო სჭირდება. რამდენიმე კვირა დამჭირდა იმისთვის, რომ ამ ამბის მთავარ ნაწილამდე მივსულიყავი და გამეგო მიზეზი, თუ რატომ დაზარალდა მოსახლეობა, დაზარალდა თავად მშენებელი. ორივე მხარისთვის ეს 3 წელი იყო გაუთავებელი კამათის, ხან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, წინააღმდეგობისა და უსამართლობის განცდის პერიოდი. კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ თბილისში ყაზბეგის 32 ნომერში. დაპირისპირება თბილისში ყაზბეგის გამზირზე სამშენებლო კომპანიასა და მოსახლეობას შორის სასწრაფოდ უნდა მოხდეს ბეტონირება ქვაბულის გამაგრების და შემდეგ უნდა გააგრძელოს. ეს არის უკიფრობა, ეხლა თქვენ გისმენთ სპეციალურად ხმას არ ვიღებთ. არა და ამ ყველაფერს თავიდან აიცილებდნენ. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელს მერიისთვის სიღრმისეული კვლევა თავიდანვე რომ მიეტანა და მერიას კიდევ თავის მოვალეობას სწორად შეესრულებინა და წარდგენილი კვლევა კრიტიკულად შეეფასებინა. ყაზბეგის გამზირზე ამ ადგილზე ადრე საბავშვო ბაღი იდგა, რომელიც ალექსანდრე ივანიშვილმა ოლიგარქის ძმამ 2011-2013 წლებში სხვადასხვა მესაკუთრისგან შეიძინა. 7 წელი მშენებლობა არ გახსენებია. 2020 წელს კი თბილისის მერიას კომპანია არქიგრამმა მიმართა და ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები შეათანხმა. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ივანიშვილი აქ 5 სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავდა. ამ პროცესში მერია ითხოვდა ახალი მშენებლობის ზეგავლენის შეფასებას. ანუ უნდა დაედგინათ, რა გავლენას მოახდენდა სამშენებლო სამუშაოები გარშემომყოფ შენობებზე. აი, აქ მივადექით მთავარ ამბავს. არქიგრამმა მერიას წარუდგინა სამგვერდიანი კვლევა.
ფოტოსურათებით, რომელსაც ხელს ნინო კაციტაძე აწერს. კაციტაძე დასკვნაში აღწერს მიმდებარე შენობებს. წერს, რომ ვიზუალური დათვალიერებით მათ ბზარები და დეფორმაციები არ აღენიშნება და რომ დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები მიზანშეწონილია. ამ დოკუმენტში არაა არც ერთი გამოთვლა ან ფორმულა, რომელიც მრავლად მინახავს ამ ტიპის სხვა დოკუმენტებში. არაფერი წერია კომპიუტერული მოდელირების შესახებ. ამ დროს კომპიუტერული სპეციალური პროგრამა ითვლის შესაძლო გავლენებს. არაფერი წერია გამოყენებულ ლიტერატურასა თუ მეთოდოლოგიაზე, რომელიც ზეგავლენას უნდა იკვლევდეს. მერიამ ეს დოკუმენტი მიიღო, არქიტექტურული პროექტით შეათანხმა და 2022 წლის აგვისტოში ძველი ბაღის დემონტაჟის უფლებაც გასცა. ამის შემდეგ ივანიშვილი ქონებას ყიდის. 2022 წლის 7 ოქტომბერს კომანდიტურმა საზოგადოებამ Sky 30 Fund House-მა ივანიშვილს 2.7 მილიონი დოლარი გადაუხადა, საიდანაც $10,000 მერიასთან უკვე შეთანხმებული სამშენებლო პროექტის ფასია. მერიასთან საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენას ისევ არქიგრამი და მისი ხელმძღვანელი პაატა ნუცუბიძე აგრძელებენ. 2023 წლის თებერვალში იცვლება უკვე არსებული პროექტი, დიზაინი, შენობას სიმაღლეში 8 მეტრიც ემატება, ცვლიან საძირკვლის მოწყობის მეთოდოლოგიასაც. რაც არ იცვლება, ეს ნინო კაციტაძის დასკვნებია. 2023 და 24 წლებში არქიგრამმა მერიას წარუდგინა კაციტაძის 2 დასკვნა. ორივეში აღწერილია სამშენებლო მოედნის მომიჯნავე შენობების მდგომარეობა. წერია, რომ ბზარები და დეფორმაციები არ აქვთ და რომ ახალი მშენებლობა გავლენას ვერ მოახდენს. ისევ სიტყვა არაა ნახსენები გამოყენებულ მეთოდოლოგიაზე, ლიტერატურაზე, გამოთვლებზე, მოდელირებებზე, მშრალი შეფასებაა მხოლოდ, რომლის დაწერაც ნებისმიერს შეუძლია. მშენებლობის დოკუმენტების შესწავლის პროცესში მერიამ მინიმუმ 4-ჯერ მოთხოვა განცხადებელს, რომ ზეგავლენის დასკვნა სრულყოფილი სახით წარმოედგინა, დაეზუსტებინა დეტალები. საბოლოოდ კი მაინც ის დასკვნა მიიღო, რაც ზემოთ აღწერე. არქიტექტურის სამსახურის ბაზაში სხვა ზეგავლენის დოკუმენტი არ იძებნება. თავად მშენებელიც ამ დასკვნას უწოდებდა ზეგავლენის დასკვნას. აიკეთებინათ კი არა, ყველაზე მთავარი იყო. სანამ დაიწყებდნენ პროექტირებას, აი ეს ფაბულის ჩაღრმება, შინ მე უნდა გაკეთებულიყო ერთი კი არა, რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი. როცა ჩვენთან სადავო საკითხია, მაშინ იყენებთ ალტერნატიულ ვარიანტებსაც. მოდენახული ხარჯებოდა სამშენებლო სამუშაოში და როგორ ერთი კონსტრუქტორი კომპიუტერული მოდელირებასაც შეეძლო მისი, აიყვანა უნდა გაკეთებულიყო საკითხიც. და ეს მიღებული პრაქტიკა, რომ მერია ასე გასცემს ნებართვებს მსგავსი კვლევის გარეშე? ეს ხო საბაზისო კვლევაა და რა თქმა უნდა, როგორც ჩანს, შეცდომა დაუშვა იმათაც, ვინც ნებართვა გასცა ამ კვლევის გარეშე. ასეთი უნდა იყოს გავლენის დოკუმენტი ორგვერდიანი? ახლა ემსვას როგორი მეც კი ვხვდები ახლა დილეტანტი ვარ, არ მესმის. ჩვენი გავლენის დოკუმენტი და არც არქიტექტურა, მაგრამ ლოგიკურად ვხვდები. ახლა რამოდენად სიგნალი გამომივიდა. ნინო კაციტაძეს ვერ მივაკვლიეთ. დოკუმენტებში მითითებულ ნომერზე არავინ გვიპასუხა. ვიყავით იმ მისამართზეც, რომელზეც მისი კომპანიაა რეგისტრირებული. გამარჯობა. ტოლსტოის 19 ხო არის ეს ნომერი. და ნინო კაციტაძე ხო არ გეცნობათ სახელი გვარი? ნინო არის ერთი, მაგრამ კაციტაძე არა. ძველი თბილისის ეზოში ამ ოფისის კომპანიის ან ქალის შესახებ არ იციან. დათვალიერებითაც იქ ოფისი ვერ ვიპოვეთ. კაციტაძის ტელეფონის ნომერი ვთხოვეთ პაატა ნუცუბიძეს, კომპანია არქიგრამის ხელმძღვანელს. კაციტაძე მასთან ხომ თანამშრომლობს, თუმცა ნომერი არ გაგვიზიარა. ნუცუბიძესთან ინტერვიუც გვინდოდა და ვრცლად ამ თანამშრომლობის შესახებ საუბარი, თუმცა მან ეს არ ისურვა, რაც სულაც არ გაგვკვირვებია. კაციტაძის კვლევის ზედაპირულობის შესაფასებლად გამოგვადგება მისი შედარება სხვა, თუნდაც არასრულყოფილ კვლევასთან. მაგალითად, შემთხვევითობის პრინციპით ავიღეს საბურთალოზე მიმდინარე მშენებლობები.
და ვიპოვე ერთ-ერთი ზეგავლენის დასკვნა, რომელშიც მოცემულია ის დეტალები, რასაც კაციტაძის დასკვნაში ვერ იპოვით. მაგალითად, გამოყენებული ლიტერატურა, კვლევითი ნაწილის აღწერა, სქემები და გამოთვლები. მიუხედავად იმისა, რომ კაციტაძის დასკვნა არ ბრწყინავდა, მერია 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობის უფლება მაინც გასცა. მშენებლობის ზეგავლენის ვარიანტები რომ არ შეუსწავლიათ და შესაძლო რისკები არ გაუთვლიათ, ეს მალევე თვალნათლივ გამოჩნდა მომიჯნავე შენობის კედლებზე. დაგეგმილ მშენებლობასთან ყველაზე ახლოს 15 სართულიანი საცხოვრებელი სახლია. ამამბის მთავარი გმირიც ეს კორპუსია, რომელიც ექსპლუატაციაში 2012 წელს შევიდა და მასში 110-მდე ოჯახი ცხოვრობს. სამშენებლო მოედანსა და ამ კორპუსს შორის დაშორება დაახლოებით 8-9 მეტრია. თავდაპირველად პირველი რაც შემიძლია გავიხსენო 20-23 წლის შემოდგომა იყო, ალბათ სექტემბერი-ოქტომბერი, როცა მე-14 სართულზე ცხოვრობდა, მე-14 სართულზე, ხო, გრევა რო დაიწყო. კვირების განმავლობაში ისეთი შეგნება ჰქონდა, რომ მიწისძვრა იყო და ვერ გებულობდი რა ხდებოდა. მაშინ დავიწყე პირველად და მაშინ დავინტერესდი ვინ არის ჩემი მეზობლები, იქნებ ჩემ ბინას აქ რაღაც პრობლემა და მიწისძვრა არის თუ რაღაც. სახლიდან მუშაობა მიწევდა და დავიწყე ინფორმაციის მოძიება, რამე ხომ არ მოხდა ქალაქში, მიწისძვრა ხომ არ იყო თუ რა ხდება. მე გავრეკე, იმიტომ რომ მეგობრებსაც მივწერე და არაო მიწისძვრა საიდან გაქანებსო და აშკარად ეს კარები ირხევა ასე. ვფიქრე, კაი მომბეჩვენა. მე მეორე დღესაც კიდე და მე მართლა ეს ერთმანეთის რო გავიცანით, რომ ჩამოვედით ხალხი რო რა ხდება. ჩვეულებრივად ანუ ღამე დაწინებისთვის გარწევდა ჩვეულებრივ როგორც არაფერი. აკვანივით ვიყავით ლოგინში რო დაწვებოდით. იგივე შეიძლება გქონდა აბსოლუტურად. ო აი. კი, 2-3 თვის განმავლობაში ბიზგები იყო ჩვეულებრივი. მეზობლები ამბობენ, რომ 2024 წლის გაზაფხულზე მათ ბინებში ბზარები შენიშნეს. ჩემს ბინაში პირველი ბზარი ამ ადგილზე გაჩნდა, საერთო სივრცეში და ეს იყო 2024-ში. და მე საერთო ჯგუფში ბუნებრივია უზიარებდით მეზობლები, შენს ბინაში არის ბზარი, შენს ბინაში არის ბზარი და რაღაც გარკვეული თვეების განმავლობაში რუტინა მქონდა დილის, რომ შევემოწმებინა ბუნებრივია გვეშინოდა და ერთმანეთს უზიარებდით და ხუმრობდით კიდევაც რა არის სახუმარო, მაგრამ აი ჩვენი დილის რუტინა იწყება ბზარების შემოწმებით, მოიმატა სიტუაცია, ახალი ხომ არ გაჩნდა და ძალიან ბევრჯერ აქვს დასურათებული სამხარაულის პირველ დასკვნაშიც არის ჩემი სახლის ეს ფოტოები და უფრო დიდი და უფრო სერიოზული არის საძინებელში თავარი იგელზე და ეს მათი ექსპერტებიც კი ამბობდნენ გავიმეორებ რომ ის ბზარი რომელიც საძინებელში მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. ისინი დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართავენ. ასე ერთვება ამ ამბავში კონსტრუქტორი ჯონი გიგინეიშვილი. ნებისმიერი შენობა ფაქტიურად დეფორმაციას ღებულობს. ხინჯერზე დგას აგერ შენობა, დეფორმაციას მიიღებს, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი ხინჯები გააკეთეს, დეფორმაციას მიიღებს. ეს ნორმალურია, მაგრამ რო გაივლის პერიოდი სანამ შენობა სანამ ხალხს ჩაასახლებდნენ, უკვე იქ ეს პროცესი უნდა იყოს შეწყვეტილი. საწარმოქმნების პროცესი, დეფორმაციის ბზარები შეიძლება არ იყოს საერთოდ. შეიძლება იყოს რაღაც მიკრობზარი. დეფორმაციები ქონდა, კი ბატონო, ქონდა დეფორმაცია, მაგრამ უკვე სტაბილიზებული იყო. მასიური ბზარები გაჩნდა მას შემდეგ, რაც ამათონ შენობები დაიწყეს. მეზობლებმა კორპუსის მდგომარეობის შესამოწმებლად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც დაიქირავეს. ბიურომ დასკვნაში დაწერა, რომ მშენებლობის მომიჯნავე კორპუსის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. რომ დაზიანებები მიღებულია გასულ წლებში საძირკვლის ფილაში განვითარებული დეფორმაციებით, რომელიც სტაბილიზებული იყო, თუმცა მეზობლად მიმდინარე სამუშაოების დროს წარმოქმნილმა ვიბრაციამ გამოიწვია დეფორმაციის პროგრესირება და ახალი ბზარების წარმოქმნა. მშენებელი კომპანიის Sky Residence-ის ხელმძღვანელი დავით ხახიაშვილი ამ დასკვნას ნაწილობრივ ეთანხმება. არ ვეთანხმებით ამ დასკვნას. არა, ვეთანხმები ნაწილობრივ, თუმცა სამხარაული არ არის. ღმერთი არ არის და ყველა შეუძლია ინტერპრეტაცია კი ბატონო. საექსპერტო ბიურო მეტის ამ რო არა. ჩვენ ვენდობით, რა თქმა უნდა, უბრალოდ თუ ნებას მომწევთ, ჩავყვეთ ხო? ეხლა თქვენ რო გადაიკითხეთ გასაგებია, შესაბამისად მივყვეთ ხო? სადაც წერია რომ წინა წლებში იყო
ესე იგი გაჩენილი ბზარები ჩდომიცი პროცესების გამო და იყო სტაბილიზირებული. სამხარაული სამწუხაროდ არ წერს, როდის იქნა ამ სტაბილიზება, ეს იყო შარშან წინ ერთი თვის უკან. იმიტომ რომ ამის კოლევა არ არსებობს. შიგნით არსებული დაზიანებები, რომელიც მე გამოვლინდა, რომ თუმე ქონიათ, რომელსაც თვითონ მოსახლეობა არაერთხელ აფიქსირებს, მე გადათქვეს, მე ისევ თავიდან თქვეს სამხარაული ძიძახის რო ქონდა корпус დაზიანებები ჯდენითი პროცესის გამო და მე რაღაცა კომპენსირება მოახდინა, როდის მოახდინა ეს კომპენსირება გუშინ თუ ანამდე მაგას ვერავინ ვერ იძახის და შესაბამისად ვერც მე ვერ გაგცემთ მაგაზე პასუხს. ფაქტი ერთია, რომ корпуსი არის აშენებული აბსოლუტურად ესე ვთქვათ, ბილად რო გარღვევებით შენდებოდა რამოდენიმე წლის განმავლობაში, მგონი 8 თუ 10 წელიწადი სამი სამშენებლო კომპანია გამოიცვალა, დაშენებული აქ 5 სართული, რომელიც აუცილებლად მოითხოვდა საჭიროებას, რომ საძირკვლის ფილაში ყოფილიყო დამატებითი გამაგრებით სამუშაო, სავარაუდოდ არ ჩატარდა. ხახიაშვილის ნათქვამს ეწინააღმდეგება მათივე მხრიდან მერიაში წარდგენილი კვლევა, სადაც კაციტაძე წერს, რომ მომიჯნავე შენობებს ბზარები და დეფორმაცია არ აღენიშნება. შემოვისად ახლა მაგ კონკრეტულ ქალბატონზე რატომ გასცა ეს დასკვნა, როდის გასცა, მე მაგას ქალბატონის ცხოვრებაში თვალით არ მინახია და არც ჩამithვლია საჭიროდ მაგის ჩაძიება, ახლა რა კონკრეტული სამუშაოები იქნა ჩატარებული შესაბამისად მე მაგაზე მე პასუხს ვერაფერს ვერ გაგცემ. ჩვენ კომპეტენციაში არ შედის ახლა შემსრულებელი კომპანიის შიდა კონიუნქტურა, რომ ჩვენ ახლა ჩავეძიეთ უშუალოდ ვინ რას აკეთებს, ვინაიდან ჩვენ გვაქვს 100%-იანი ნდობა მერიის სამსახურების შესაბამისად, მათი მიდგომა კაციტაძე იქნება ეს თუ ვინმე სხვა იქნება კანონიერი მოთხოვნების შესაბამისად რახან მერიამ დააკმაყოფილა კონკრეტული ადამიანის შესრულებული სამუშაო, ესე იგი ყველაფერი მართებულად იქნა შესრულებული. საბოლოოდ, ამ ორ წელში დაზიანებული корпуსის ბინადრებმა ბევრი იბრძოლეს თუ ცოტა, მიაღწიეს სამშენებლო პროცესის შეჩერებას და მერია დათანხმდა მათი შენობის გამაგრებას. ამისთვის 3 მილიონი ლარი გამოიყო და გამაგრების სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მერიას ახლა ახალი корпуსის მშენებლობა შეჩერებული აქვს. იქამდე ვიდრე მშენებელი ახალ ზეგავლენის დასკვნას არ წარადგენს. ხახიაშვილი გვეუბნება, რომ ახალი დასკვნა მზადაა და ის შეპესე სამშენებლო ექსპერტიზის ცენტრმა მოამზადა. თუმცა დასკვნა სრულყოფილი ვერ იქნება, რადგან დაზიანებული корпуსის მობინადრეებმა ამ კომპანიის თანამშრომლები корпуსის შიდა ბზარების დასათვალიერებლად არ შეუშვეს. მაცხოვრებლების ახსნა ისაა, რომ ამ კომპანიას არ გააჩნია სათანადო აკრედიტაცია, რომლითაც ზეგავლენის შეფასებას შეძლებენ. აკრედიტაციის ცენტრისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხახიაშვილის მიერ დაქირავებულ კომპანიას ამგვარი კომპეტენცია ნამდვილად არ გააჩნია. თავიდანვე რატო არ დაუკვეთეთ სამხარაულს? ანუ ასე უფრო ძვირი არ გიჩნდებათ ეს კომპანია მერე სამხარაული? არა, სამხარაულსაც დაუკვეთეთ. ისინი პარალელურად მუშაობენ. ჩვენ არ ეს ჩვენთვის გჭირდება ჩვენ, თორე სამხარაულთან დაკვეთილი გვაქვს და მათ ძალიან კარგად იციან. იმ დღიდან, რომელი დღიდანაც ბოლოს ჩასმის პროცესი ამათმა გააპროტესტეს უკანონოდ და აქ მოაწყეს რაღაცა საპროტესტო აქცია იმის წინა დღეს შევპირდი მე ამათ, რომ შევიტანდი სამხარაულში და დავალოდებოდით. ჯერ არ არის პასუხი, მაგრამ მაგის პარალელურად ჩვენი შიდა დოკუმენტაციისთვის გვჭირდება დამატებითი ის ახლა სამხარაულს ჩვენ ვერ დავაჩქარებთ და ვერ ვეტყვით ახლა დინა თუ რა ხვალ მოგვეცით ან ზეგ როცა მოგცემენ. ამ დროს კი მშენებელს სართულების ამოყვანა ეჩქარება, მობინადრეებსა და მათ დაქირავებულ სპეციალისტებს ბრალს განზრახ ხელის შეშლასა და გამომძალველობაში სდებს. საქმე ამ ხალხის წინააღმდეგ პროკურატურაშიც შეიტანა და გამოძიებას ელის. პროკურატურაში კომპანიამ შეიტანა სარჩელი მასთან დაკავშირებით, რომ ხდება უკანონოდ ხელშეშლა მშენებლობის პროცესზე
ადამიანები არ გვიშვებენ საკუთარ ტერიტორიაზე, შესაბამისად ვითხოვთ რეაგირებას, ვითხოვთ განრიდებას ადამიანების, რომლებიც არ გვიშვებენ საკუთარ ტერიტორიაზე და არ გვაძლევენ საშუალებას, რომ განვახორციელოთ ჩვენი საქმიანობა. ზარალის ანაზღაურება და სასამართლოში გვაქვს შეტანილი. თუმცა მაქამდე არ მივიდა სამწუხაროდ ჯერ. უტიფარი კი არ ხართ. აი უტიფარზე ერთი წუთი მე გადავწყვე. განსაკუთრებით მწვავე იყო დაპირისპირება მშენებელსა და სამეზობლოს შორის იმ მომენტებში, როცა სამშენებლო მოედანზე ბეტონის ჩასხმას ცდილობდნენ. ზოგადად რამდენი მივედით იმათთან ნორმალურად საუბარი არც ერთხელ არ შემდგარა, ანუ პირდაპირ როცა იცის რომ არაფერი არ აქვს მოსაყვანი თავის დასაცავად, გადადის ჯგუფზე და ამიტომ ყოველთვის ეგრევე იწყებდა ხოლმე აგრესიით იქაური მხარე. ნუ მერე იყო უკვე დასკვნა რო გქონდა და გავიგეთ რომ საფრთხე ემუქრებოდა ჩვენ корпуსს, რომ იმათ შეეჩერებინათ მშენებლობა და მაგაზე მოგვიწია ძალიან დიდი ბრძოლა და მოიყვანეს ზონდერები, კუნთმაგარი კაცები, რომლებიც ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ იქ შეკრებილ მოსახლეობას, რომლებიც იბრძოდნენ თავის გადარჩენაზე და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ბოლო ზონდერები როდის იყვნენ? 30 აპრილს. 30 აპრილს არ ვიცი, აი საიდან მოდიოდნენ ეს ახალგაზრდები 20-20-ად შავებში ჩაცმულები და ჩვენთვის კარგად ნაცნობი ზონდერები, რომლებსაც წინა შეხვედრებიდან ვიცნობდით. ბოლო შეხვედრაზე დიდი კონტეინერით მოზიდეს, რა ქვია მას, ჯებირები, რომ აი ჯებირებში უნდა მოვემწყდიეთ. არის მაგის კადრები, ჯებირები და ხამურები. ჯებირებში უნდა მოვემწყდიეთ, იმიტომ რომ ნაცნობ ზონდერს ვთხოვე, რომ ხელი არ დაგვაკარო, არ შეგვეხო ხელი, თქო და არა, ქალბატონო, მაშინ არ ვიცოდი რომ ჯებირები მოტან. არაო, არ ინერვიულოდო, ხელით საერთოდ არ შეგეხებით, ისე გადაგდგავთ. ინათვის მონაცემებით კომპანიას აქვს დაახლოებით 2 მილიონი ლარი ზარალი. ამთვის მონაცემებით ახლა არ დაგვიწვია. ალბათ დაემატებოდა კიდე ოთეთი 200,000 ლარამდე, თვეში დაახლოებით ამდენი გვაქვს ზარალი. აქედან არის სესხის პროცენტები, არის სახელმწიფო განაკვეთი, არის ადმინისტრაციული ხარჯები. აღარ ვამბობთ იმას, რომ ამხელა რეპუტაციული ზიანი ადგება კომპანიას, რომელიც ბევრად უფრო მეტია ვიდრე 2 მილიონი ლარი. ჩვენთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია, არ მინდა რომ იმას ძალიან ბევრი შეურაცხყოფები მივიღეთ უკანონოდ. იქეთა მხარეც ეგრე. ისმის. გასიტყვიან, რომელი იტყვის, რომ მე ვარ დამნაშავე. მაგისათვის არსებობენ ძალოვანი საკანონმდებლო სტრუქტურები და მიიღებენ ალბათ ჩვენ შეტანილი გვაქვს. პოლიციასაც მივმართეთ, პროკურატურასაც მივმართეთ. ველოდებით. ამ ყველაფრის გადატანა არც ერთ მხარეს არ მოუწევდა თავიდანვე, რომ ზეგავლენის შეფასების ხარისხიანი დოკუმენტი ყოფილიყო შექმნილი. ცოდნოდა რომ ესეთი პრობლემური корпуსი იყო. სავარაუდოდ ამ პროექტს არც მოვკიდებდით ხელს. ალბათ ან სუმცირე იმას მაინც ვიძამდით, რომ ამ ფაქტის კონსტატაციას მოვახდენდით და შესატყვისად ვიმოქმედებდით როგორც ხდება რა. და ვინ არიან ამ დავით არაბის მთავარი შემოქმედი? ნინო კაციტაძე, რომელსაც სათანადოდ არ შეუსწავლია დაგეგმილი მშენებლობის ზეგავლენა მომიჯნავე корпуსებზე. მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც ნინო კაციტაძის დასკვნა მიიღეს და მის საფუძველზე გასცეს მშენებლობის ნებართვა. მერიას რომ თავის დროზე უფრო მკაცრად და ყურადღებით შეეფასებინა მშენებლობის ზეგავლენა უკვე მდგომ შენობებზე, მაშინ აღარც ბიუჯეტის ფულის ხარჯვა მოუწევდათ გამაგრებაზე, არც ამ დაზიანებული корпуსის მაცხოვრებლებს მოუწევდათ ქუჩაში დგომა და სამწლიანი ბრძოლა და არც მშენებელს ექნებოდა ფინანსური ზარალი.
მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელთან ინტერვიუზე უარი თავიდანვე გვითხრეს. ერთადერთი გზა სამსახურისთვის მეილით კითხვების გაგზავნა იყო. სულ 4 კითხვა გვქონდა. პასუხად მოგწერეს, რომ მშენებლობის ნებართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაიცა და ამ ნაწილში პრობლემას ვერ ხედავენ. გამაგრების სამუშაოებზე ფულის გამოყოფისა და მშენებლობის მიერ მომიჯნავე კორპუსის შესაძლო დაზიანების შესახებ კი გვწერენ, რომ ეს მათ კომპეტენციას ცდება. საპასუხო კითხვები გავუგზავნეთ, ჩავეძიეთ ზეგავლენის დასკვნის სანდოობასა და ნებართვის გაცემის დეტალებზე, თუმცა პასუხი აღარ მიგვიღია. ამ ისტორიაში ჩანს ყველაფერი, რაც თბილისის განაშენიანებაში ხდება და საბოლოოდ პრობლემებს უქმნის ყველა მხარეს, მშენებელსაც და სამშენებლო არეალის მეზობლად მცხოვრებ მოსახლეობასაც. გახედეთ თქვენი სახლის მეზობლად აშენებულ ახალ კორპუსებს. დარწმუნებული ხართ, რომ მისი საპროექტო დოკუმენტაცია ხარისხიანადაა შესრულებული.